შენი რეკორდია ეს? 3-3-ზე ყველაზე სწრაფად 15 წამში ამიწყვია. აი 2-2-ზე კი პირადი რეკორდი 2.6 წამი მაქვს. ხოლო აი საშუალო დრო ალბათ 7 წამი. ხშირად აწყობ? როცა რამეს უყურებ ან მკითხულობ, ძალიან მეხმარება კონცენტრაციაში. კარგი და კიდევ რა გიყვარს? ბევრი რამე, მაგალითად აი კოდის წერა მიყვარს, ფეხით სიარული მიყვარს და რო დავდივარ ხოლმე საგნებზე დაკვირვება. შემიძლია რაღაც ობიექტს უყურო და გონებაში ვცვალო მისი ფორმა ან შინაარსი. ახლა გითხარი როგორ დაიწყო შენი ურთიერთობა AI-სთან? 2019 წელს როცა GPT-2 გამოვიდა, მაშინ ვიყავი დაახლოებით 11 წლის და ეს იყო საოცარი სიახლე, რომ აი მანქანა შეეძლო ადამიანთან რაღაც დიალოგის გაბმა. შემდგომ უკვე მანქანური სწავლების შესწავლა დავიწყე და აი 2025 წელს ხელოვნური ინტელექტის საერთაშორისო ოლიმპიადაზეც კი ვიყავი. შენი აზრით რა მოგცა ოლიმპიადამ? ნახე როგორ ფიქრობს მსოფლიო ერთდროულად. რაღაც განსხვავებული ადამიანები თითქოს ერთ ნავში ვიჭექით რაღაც ერთ ალგორითმში. რაღაც ყველას ქონდა ერთი მიზანი. გაგვიგო როგორ ცვლის ტექნოლოგია ფიქს და როგორ შეგვიძლია ჩვენ შევცვალოთ თვითონ ეს ტექნოლოგია. შენი აზრით რას შეცვლის AI ჩვენს განათლებაში და პროფესიულ გზაზე? ალბათ ძალიან ბევრ რამეს. ფაქტობრივად დღესაც უკვე ცვლის. მე პირადად ყოველდღიურად თითქმის ყველაფერში ვიყენებ ხელოვნურ ინტელექტს. აი როგორი ამინდი იქნება, რა ჩავიცვა, რა ვჭამო და ასე შემდეგ და ამავდროულად ჩემთვის მთავარი პარტნიორია აზროვნებაშიც. და რა არის მთავარი უნარი, რაც მომავალში ყველაზე მეტად დაგჭირდება? ალბათ ადაპტირების უნარი, იმიტომ რომ მზად უნდა ვიყოთ ყველამ რაღაც ტექნოლოგიური სიახლეებისთვის. მუდმივად უნდა განვაახლოთ ჩვენი ხედვები. კარგი. და ბოლოს, რა გახსენდება ფრაზაზე განახლების დროა? ამ ფრაზაზე პირველი ალბათ სერიალი მისტერ რობოტი მახსენდება. არა როგორც კონკრეტული ამბავი, არამედ როგორც განახლების ფილოსოფია. ცვლილებები აუცილებელია და ის მაშინ იწყება, როცა მზად ხარ სიახლეებისთვის და მზად ხარ შენი თავის უფრო ძლიერი, უკეთესი ვერსიის შესაქმნელად.